გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე, მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ფასებთან დაკავშირებით მუშაობას საპარლამენტო კომისიაც იწყებს. კომისია უკვე დაკომპლექტებულია. ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს, როგორია FGS გლობალის გამოკითხვის შედეგები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ უწყებას. მოგესალმებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი 8.525.876 ლარი შესთავაზა. აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის იღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2.118.196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლის მეორე ნაწილით. კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა გამოვლენის, მათი პასუხისგებაში მიცემისა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენციის მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, როგორც მოვისმინეთ, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დაკავებულია. სამთავრობო კომისიის პარალელურად მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც. მიზანი ამ შემთხვევაშიც პროდუქტზე ფასების კლება. კომისია შეიმუშავებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ბაზარზე ჯანსაღ ფასს წარმოქმნას უზრუნველყოფს. უფრო მეც კომისიის შესახებ ნინო არღვლიანი გვეტყვის. სამთავრობო კომისიის პარალელურად სწრაფი მოხმარების და საკვებ პროდუქტებზე ფასებთან დაკავშირებით მუშაობას მომდევნო კვირიდან უკვე საპარლამენტო კომისია დაიწყებს, რომელსაც ქრონიკის ინფორმაციით ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. კანონმდებლები ამბობენ, რომ კომისია პირველ რიგში მოусმენს სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მწარმოებლებს და იმპორტიორებს იმის დასადგენად, თუ რა იწვევს ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალ 86%-იან ფასნამაც. ამის შემდეგ კი უკვე უნდა დაიწყოს ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ოპტიმიზაცია, რათა მოქალაქეებმა დაბალი ფასები უკვე საკუთარ თავზე იგრძნონ. კანონმდებლები ამბობენ, რომ პარლამენტი მზად არის საკანონმდებლო ჩარჩო კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იმისთვის, რომ სამომავლოდ ფასების ზრდა პროგნოზირებადი იყოს და აღარ დარჩეს სივრცე კარტელური გარიგებებისთვის. ჩვენი მიზანი არის, რომ ამ პროცესში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, იქნება ეს რიტეილერები თუ დისტრიბიუტორები თუ მწარმოებლები თუ იმპორტიორები, შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავარკვევთ თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. შესაბამისად, შემდეგი მიზანი იქნება, რომ ბიზნესთან ერთად შევძლოთ ოპტიმიზაცია პროცესების, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საკვებ პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ეს არის აღნიშნული კომისიის მიზანი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ
სწორი მიდგომებით ჩვენ შეგვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ბიზნესთან ერთად და ჩვენ სწორად უნდა გავგეგმოთ რა პროცესები არის ამისთვის საჭირო, როგორ შევძლოთ ოპტიმიზაცია, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და შესაბამისად ეს აისახოს სამხმარულო ფასების შემცირება. პარლამენტმა პირველ რიგში რა თქმა უნდა აჩვენოს საჯაროობა ამ საკითხების განხილვის დროს, საზოგადოების ჩართულობა და ინტერესებული მხარეების და რა თქმა უნდა, როდესაც ამ საკითხის კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობს, თუ საჭირო გახდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, ამ ცვლილებების უზრუნველყოფა. შედეგი უნდა იყოს ორი. საერთოდ ამ ასე ვთქვათ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხისა, ერთი რომ მოხდეს ფასების შემცირება და საბოლოო ჯამში გრძელვადიანად მოხდეს სისტემების ისეთი ოპტიმიზაცია, რომელიც ფასების ზრდას პროგნოზირებაც გახდის და არ იქნება ასე ვთქვათ ველი დატოვებული თვითნებური ან კარტელური ან არაპროგნოზირებადი ზრდისა ფასებისა. საპარლამენტო კომისიის მუშაობით ქვეყანაში დამახინჯებული ფასწარმოქმნის პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ამას ამბობს საპარლამენტო ოპოზიცია ხალხის ძალა, რომელსაც კომისიაში ორი წარმომადგენელი ეყოლება, ესენი იქნებიან ეკა სეფაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. კომისიაში მუშაობის სურვილი უკვე გამოთქვეს გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ კომისიის ფორმატში ისინი რამდენიმე საკითხს დააყენებენ, მათ შორის იქნება მინიმალური ხელფასისა და პენსიების გაზრდის საკითხიც. ჩვენი მიზანი ასევე იქნება, რომ მოცემულს არ მივცეთ საშუალება ეს თემა პროპაგანდისტულად გამოიყენოს, რაღაცა საკუთარი მიზნებისთვის, ესეთი დიდი მძიმე სენსიტიური მგრძნობიარე თემა, რომელიც აწუხებს უკლებლივ ყველა მოქალაქეს და კიდევ იმეორებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, 1000 ლარიანი ხელფასი, ღირსეული პენსია, ფასწარმოქმნის შესწავლა არა მხოლოდ საკოპროდუქტების დონეზე, არამედ ნავთობპროდუქტების, საბანკო სისხლების, მედიკამენტების, ჯანდაცვის სერვისების შესახებ და საბოლოო ჯამში ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს არა მოკლევადიან ეფექტს, არამედ გრძელვადიანად გააჯანსაღებს ეკონომიკას საქართველოში. უნდა შექმნათ ისეთი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დამყარებული იქნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე და რომელიც უზრუნველყოფს, რომ მსგავსი ტიპის არაჯანსაღი და არასამართლიანი ფასწარმოქმნა მომავალში ავიცილოთ თავიდან, რათა ეს არ იყოს დამოკიდებული ცალკეული კომისიის შექმნაზე და ცალკეული სტრუქტურების, გულისხმობ უპირველეს ყოვლისა სამთავრობო თუ საპარლამენტო სტრუქტურების მუშაობაზე, რომ ბაზარზე უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენცია, რათა ყველა ბიზნეს ოპერატორმა, მათ შორის სხულმა ბიზნესებმა, წვრილმა და მცირე ბიზნესებმა თავი იგრძნონ თანაბარ პირობებში და ეს ყველაფერი უნდა აისახოს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებაზე. სწორედ ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. საპარლამენტო კომისიის შემადგენლობა მომდევნო კვირაში ბიუროს წარედგინება, კომისია მუშაობას მომდევნო კვირიდანვე დაიწყებს. როგორც უკვე გითხარით, მართველი გუნდის მიზანი არის ამ პროცესში მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთი საკვებ პროდუქტზე ფასების შემცირდეს და აღსანიშნავია ისიც, რომ კომისია იმუშავებს არა მხოლოდ პროდუქტებთან დაკავშირებით, არამედ მედიკამენტებსა და საწვავთან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კი კომისიის ხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა. პირდაპირ ეთერში ნინო არღლიანი საუბრობდა. ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს, ამის შესახებ პოლიტიკო წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ საუკეთესო წლები უკან დარჩა, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში უფრო რთული იქნება მომდევნო თაობისთვის. პესიმისტური განწყობა გამოიკვეთა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ევროპელთა უმრავლესობა 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. გამოკითხვა 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11,000-ზე მეტმა ადამიანმა. ამ გამოკითხვის შედეგებზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში, რასაც ხდებენ პოლიტიკოსები, ამას ნინი გოგიშვილი გვეტყვის.
ევროპაში არსებული კრიზისი, რომელზეც ბოლო 4 წელია მმართველი გუნდი აქტიურად ლაპარაკობს, ოფიციალური გამოკითხვებით დასტურდება. ანუ თავად ევროპელთა უმრავლესობა ამბობს, რომ ევროპაში დემოკრატიის უკუსვლა და მათი ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კიდევ ერთხელ მორიგი კვლევით დადასტურებული სიმართლე, ასე ფასდება მმართველ გუნდში მონაცემები და მათთვის ამ შედეგის მიზეზიც უკვე დიდი ხანია ცნობილია. ევრობიუროკრატთა მოქმედი მმართველობა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფა არის ის მთავარი წინაპირობა, რომლის გამოც ახლა ევროპელები მომავალს პესიმისტურად უყურებენ. ვრცელ მიზეზთან ჩამონათვალშია ომის წახალისებაც იმ მთავრობების მიერ, რომელთან ნდობად შემცირებულია. FGS Global-ის გამოკითხვამდე იყო Ipsos-ის კვლევა, სადაც ანალოგიური შედეგი აისახა. იმავე პრობლემებზეა გამახვილებული ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხოების დოკუმენტში. ასე არაერთი კვლევით გინდება, რომ ევროპელი ხალხი მომავალზე წუხს და მაინც ქართული ოპოზიცია მათ მდგომარეობას ნატრულობს. ეს პოზიცია ნაციონალურ მოძრაობაში აქვთ იმ პარტიაში, რომლის წევრებიც უცხოელი პოლიტიკური აქტორების მითითებებს ასრულებენ და ახლა მათ მიერ შედგენილი გეგმის გარდა მათივე პრობლემების საქართველოში გადმოტანის სურვილსაც აღარ მალავენ. ყველაზე კარგად ცხოვრობა ევროკავშირში ხალხი. ნეტავი მაგათი პრობლემები ქონდეს. ვინატრები რომ მაგათი პრობლემები ქონდეს საქართველოს. კარგია რომ თუნდაც 13 წლის თავზე უკვე თავად ევროპულ სახელმწიფოებში საზოგადოებები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რაზეც ჯერ კიდევ 13 წლის წინ ჩვენ სიმართლე უთხარით ქართულ საზოგადოებას და ქართული საზოგადოება მივიდა ამ დასკვნამდე, რომ Deep State იგივე გლობალური ომის პარტია ებრძოდა ყველას და ყველაფერს. ეროვნულს. კარგია რომ ევროპაში ეს გამოკითხვები არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ჯერ ევროპულ სახელმწიფოებში თავიანთ ქვეყნებში აირჩევენ ეროვნულ ხელისუფლებას, რომლებიც მერე ნებისმიერ გაერთიანებაში თავის ინტერესებს დაიცავენ. შეწწუნებული მდგომარეობით, რაც მოიტანა ომმა, თუნდაც შეწწუნებული ფერმერები, ამხელა აქციები, დაპირისპირებები საზოგადოებაში სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ძირითადად ეს არის შედეგი იმისა, რაც მოიტანა ომმა და ომის წახალისებაც სწორედ ის იყო, რომელსაც ახორციელებდა ის მთავრობები, რომლებიც დღეს აღარ სარგებლობენ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით და ნდობით. პრობლემებია საქართველოშიც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სწორედ ამ ევროპამ, ამ ევროპულმა მართვამ, საერთო პლატფორმებმა განაპირობა საქართველოში პრობლემების მნიშვნელოვანი რაოდენობის წახალისება. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა არანაკლებ ავტორიტეტული ორგანიზაციის Ipsos-ის კვლევა, სადაც ანალოგიური იყო, ძალიან ნიჰილისტური განწყობა არის ევროპელ ხალხში. ამ ყველაფერს ისე დასტურებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ასახა თავის უსაფრთხოების დოკუმენტში, სადაც ფაქტობრივად ერთ-ერთი არის გამეორებული ის პრეტენზიები, რა პრეტენზიების ქართულ ოცნებას აქვს ევრობიუროკრატების მიმართ. მთავარი მიზეზი არის, რა თქმა უნდა, მმართველი კლასი და ამ შემთხვევაში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამხოლოდ კვლევები, არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს რიგი ევრობიუროკრატების, რომლებიც სათავეში უდგანან ევროკავშირს სისუსტეებზე, არამედ უშუალოდ ევროკავშირში არის უკვე სერიოზული დაპირისპირება. ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე რომ კრიზისია, ეს განცხადებებითაც აშკარაა. ბოლო პერიოდში ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის მთავარი ობიექტი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არიან. უკმაყოფილება და კრიზისი კი უკვე ოფიციალურ მონაცემებში ჩანს. მადლობა ნინი გოგიშვილს. FGS Global-ის გამოკითხვის შედეგებს აანალიზებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. მისი თქმით, კვლევამ მარტივი მოცემულობა აჩვენა, აშკარაა ევროკავშირის ღრმა კრიზისი. დროის მოკლე მონაკვეთში ევროკავშირის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის რიგით მეორე კვლევა ქვეყნდება, რომელსაც ამჯერად ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია FGS Global-ი აწერს ხელს და რომელიც ევროპელთა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განწყობებს შეეხება. მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის აბსოლუტურ ნიჰილიზმსა და უიმედობას საკუთარი მთავრობებისა და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის მიმართ, ფართოდ შუქდება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასობრივი მედიის საშუალებებში. კვლევის მთავარი სათქმელი კი ასე იკითხება: გამოკითხულთა
63% აცხადებს, რომ ევროკავშირის საუკეთესო წლები უკან დარჩა, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის. იქამდე იყო იფსოსის ასევე მასშტაბური კვლევა, რომელიც როგორც თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. ევროპელი მოქალაქეების სკეპტიციზმისა და უიმედობის დონე იქაც უმაღლეს ნიშნულზე იყო. იფსოსის თანახმად ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის. ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას. კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამ უკმაყოფილების უკან ევროპელი მოსახლეობის 65% დგას. ერთი შეხედვით, როგორც დღევანდელმა, ასევე 2 თვის წინანდელმა კვლევამ მარტივი მოცემულობა აჩვენა. დიდი ეკონომიკური განსწავლულობა არ სჭირდება ევროკავშირის პრობლემების გაანალიზებას. ისედაც ხელის გულზე დევს გაერთიანების ღრმა კრიზისი, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. და ცხადია, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ცდილობენ მის ტირაჟირებას. მსგავსი უკიდურესად ნეგატიური და პოლიტიკურად დამაზიანებელი სოციოლოგიის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს. პირველ რიგში ამ წერილის ავტორმაც და მკითხველმაც კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ ერთმანეთს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ევროკავშირში Deep State-ის იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ახლა და არც იფსოსის ბოლო კვლევაში შემთხვევითი არც ერთი გრაფა და არც ერთი რიცხვი არ არის. ყველა გამოქვეყნებული მონაცემის უკან Deep State-ის ინტერესი დგას. ფაქტია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა მისივე მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციას. Deep State-ი ევრობიუროკრატიის და ზოგადად ევროპაში პოლიტიკის უუნარობის დამტკიცებას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს. იქნება ეს კვლევები, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების მხრიდან დამამცირებელი განცხადებები, უშუალოდ ევროპელი პოლიტიკოსების არაადეკვატური, შეუსაბამო და დამაზიანებელი ნაბიჯები თუ კრიზისების წინა პლანზე წამოწევა ცალკეულ ქვეყნებში. შესაბამისად, გვაქვს ერთი შეხედვით პარადოქსული მოცემულობა. როდესაც წლების მანძილზე სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების დავალებით აგენტურული პოლიტიკური ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას, დღეს ტოტალურად გაკონტროლებული მედიით და მათი შეკვეთით დაწერილი კვლევებით გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი უკმაყოფილოა, თურმე პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაამართლა და არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველყოფას. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, Deep State-მა ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე საკუთარ დაანგრეულზე გვიყვება თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი. ცინიზმის მწვერვალია არა, მაგრამ არა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ოლიგარქები მათივე დავალებით დაანგრეული ევროპული კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟირებას გააგრძელებენ. კონტროლირებად მედიებს ალაპარაკებენ, რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა მაკრონის, მერცის, ფონ დერ ლაიენის, კალასის და პოლიტიკური ლიდერების ბრალია, რითაც მაქსიმალურად მოახდენენ მმართველობის ამ ფორმის უუნარობის წარმოჩენას. საბოლოოდ კი ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. ჩემი გათვლებით უახლოეს პერიოდში ეს იქნება თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც სრულად განიდევნება პოლიტიკა, დემოკრატია, არჩევნები, ხალხის ხმის უფლება და სანაცვლოდ დაკანონდება მმართველობის მკაცრი კორპორაციული ვერტიკალი, რაც რეალურად ოლიგარქიული ოჯახების უკვე არა აგენტურის ხელით, არამედ ოფიციალურ მმართველობას დააკანონებს. კორპორაციული სისტემის ერთ საცდელ ქვეყანაში იმდენად სწრაფად გამოსწორდება ყოფითი პრობლემები, რომ სხვა ქვეყნები იგივე მოდელის დასანერგად რიგშიც კი ჩადგებიან, რაც საბოლოოდ Deep State-ის მხრიდან ქვეყნების პირად საკუთრებაში გადაფორმებით დასრულდება. ცალკე საკითხია, რა ბედიელით ამის შემდეგ ერებს, სარწმუნოებას, ხალხების იდენტობას, კულტურასა და ტრადიციებს, რაზეც აქ არ შევჩერდები, თუმცა კი ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს. გაეროში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის გაცნობის შემდეგ ქართულმა დელეგაციამ შედეგები შეაჯამა. დელეგაციის წევრების განმარტებით ყველა რჩევას და რეკომენდაციას საქართველოს ეროვნული ინტერესების ფარგლებში გაითვალისწინებს. აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მონაწილეობით მომზადებული დოკუმენტი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ გაეროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. დისკუსიაში 110 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჩვენი დელეგაციები სხვა ფორმატებში ძალიან კარგად ართმევენ თავს იმას, რომ წარმოაჩინონ საქართველოში არსებული სიტუაცია, წარმოჩენილია ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ძალოვანი უწყება
რომ მაქსიმალურად ხდებოდა დაბალანსება აქციების მართვის დროს, როდესაც აქციის რადიკალი წარმომადგენლები პირდაპირ ესე საჯაროდ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ შორის პოლიციელებს თუ ასე ვთქვათ, ნივთებს აზიანებდნენ, გამომდინარე აქედან მაინც ხდებოდა ბალანსის დაცვა პოლიციელების მხრიდან, ასე რომ ამ ყველაფერს უნდა რა თქმა უნდა უცხოეთში ძალიან კარგი წარდგენა, რასაც ახერხებს ჩვენი დელეგაცია. ჩვენი დელეგაცია იქ ძალიან დეტალურად უყვება დამსწრე საზოგადოებას საქართველოში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, თუ რაღაცა მიკერძოებული აზრი არსებობს კონკრეტულად რაღაცა კანონების მიმართულებით ჩვენ ვიხილეთ. ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ რაღაცა ტიპის კომენტარები ანტი-LGBT პროპაგანდა კანონის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის დასაცავად. ასევე გამკაცრებული ზომები, რომელიც ჩვენ მივიღეთ შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ თუ მომიტინგეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქუჩა გადაკეტონ, მათ რა თქმა უნდა ქუჩა არ უნდა გადაკეტონ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს აპროტესტოს რაც სურს და ამაზე მეტყველებს ჩვენი 13 წლიანი მმართველობა. ახლა კი სპორტის სიახლეები. ბათუმის დინამოს ახალი მფლობელი თემურ მიქელაძე კლუბის აქციონერებთან ერთად შეკრებაზე მყოფ გუნდს თურქეთში ანტალიაში ეწვია. მან ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს საკუთარი ხედვა გააცნო ილაპარაკა კლუბის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. თემურ მიქელაძე ასევე შეხვდა გუნდის გულშემატკივრებს, შავი ზღვის პირატებს და მათ კითხვებს უპასუხა. ბათუმის დინამო 2025 წლის დეკემბერში სააქციო საზოგადოება DB 1923-მა შეიძინა, რომლის მთავარი აქციონერია თემურ მიქელაძე. მის ინიციატივით უახლოეს მომავალში კლუბის აქციების საჯაროდ გამოვა გასაყიდად, რაც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას წვლილი შეიტანოს დინამოს განვითარებაში. ქონდა შეხვედრა ფან-კლუბის წარმომადგენლებთან, ქონდა შეხვედრა ფეხბურთელებთან. უფრო ძიმედ გავითავისე, რამხელა პასუხისმგებლობა შევეჭიდე. და ამან კიდევ უფრო მეტი ძალა შემმატა იმისათვის, რომ ის მიზნები, რაც გვაქვს დასახული, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, მეტი სიყვარულით შევასრულოთ. პირდებით ბათუმელებს, რომ როგორც კი მოგვეხსნება სატრანსფერობანი, დავიმატებთ ღირსეულ ფეხბურთელებს, ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი გუნდის ღირებულებების გამტარებლები. 6-8 თებერვალს საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე გამოვა. ტურნირზე საქართველო 23 სპორტსმენის შემადგენლობით იასპარეზებს. კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელ შეკრებას ქართველი კარატისტები დავით ქირიას სახელობის დარბაზში გადიან, ხოლო კვიპროსში 3 თებერვალს გაემგზავრებიან. საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოდის. თვითონ ჩვენგანი მაქსიმალურად ვმზადებით ამ ჩემპიონატისთვის, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩემპიონატია ახალგაზრდებისთვის. ჩემთვისაც რა თქმა უნდა ბოლო ჩემპიონატი იქნება, ამიტომაც უფრო კონცენტრირებული ვარ და უფრო მეტს ვხვდებ, ვიდრე შეიძლებოდა სხვა ჩემპიონატის ჩამეტვა. მზადების პროცესი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, სპორტსმენები მზად არიან და ჩვენ ველოდებით კარგ შედეგებს, მაღალი სინჯის მედლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სპორტსმენი მაქსიმუმს გააკეთებს, ბოლომდე იბრძოლებს და ჩვენს ქვეყანას მოუტანს ოქროს მედალს. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში 17 საათზე დავბრუნდებით. დროებით.